საღამოშვიდობისა დღეს სამშაბათია და პირველი არხის ეთერში 23 საათზეა პირველი თემა. Ადრიანი ვადა რეფერენდუმის ჩასატარებლად თუ თვენახევარი თანამდებობის დასატოვებლად ოპოზიცია საერთო მიზნის ხელისუფლების შესაძლებლად განსხვავებულ ტაქტიკას ირჩევს. პოლიტიკური ოპონენტების კონკრეტულ მოთხოვნებზე ხელისუფლების პასუხი ცალსახაა. ქვეყანაში, რომელსაც რუსული აგრესიის განმეორების საფრთხე კვლავ ემუქრება, დესტაბილიზაციის დრო არ არის. მიუხედავად არაერთხელ მოსმენილი არგუმენტისა, არის საპარლამენტო ოპოზიციური ძალების შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის წასვლაში ხედავენ. თუმცა ამ მიზნის მისაღწევად ერთიანი პოზიციის შეჯერება ვერ ხერხდება. ოპოზიციის პროტესტი ხელისუფლებას და საზოგადოების პროტესტი ოკუპაციას. სანამ ოპოზიცია ქუჩის აქციებს განაახლებს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში გასაბჭოების 92 წლისთავთან დაკავშირებული აქციებისთვის ემზადებიან. დღეს პირველი თემა წარმოგიდგენთ. დღიანი ვადა რეფერენდუმის დასანიშნად და თვენახევარი საპროტესტო აქციების განახლებამდე. ოპოზიციის ერთი მიზანი და სხვადასხვა გზა. რატომ ირჩევენ პარტიები განსხვავებულ სტრატეგიას და რა ალტერნატივას თავაზობს უმრავლესობა ოპონენტებს. დაიწყება მჯდომარე და მუდმივი პერმანენტული აქცია, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება იქნება ამ ქვეყანაში. ჩვენ ვართ მზად დღესაც, რომ 9 აპრილს ვიყოთ ერთ-ერთი ფლაგმანი და წარმართველი ძალა იმისთვის, რომ სააკაშვილის ხელისუფლება შეიცვალოს. ირაკლი ოქროაშვილი ჩამოვა სააკაშვილის წასვლამდე და ჩამოვა იმისთვის, რომ გააგრძელოს დაწყებული ბრძოლა. ალიანსი შეიქმნა როგორც ხელისუფლების ძლიერი ალტერნატივა, რომელიც საზოგადოების ფართო მხარდაჭერით შეცვლის სააკაშვილს და მის რეჟიმს. Ultimatums საუბარი ხელისუფლებასთან, პრეზიდენტთან, პარლამენტთან, მე მგონი არასწორია. ყველა პოლიტიკურ ძალას უნდა კონდეს საშუალება და აქვს საშუალება, რომ საკითხები, რომლებიც მათ ინტერესის სფეროშია, მოაგვარონ პოლიტიკური დიალოგის გზით. და საქართველოს აქ გამოწვევები, საგარეო გამოწვევები, როგორც რუსეთის მხრიდან აგრესიული ზრახვები და როგორც არასდროს საჭიროა ერთიანობა, საზოგადოების ერთიანობა, ამიტომ ეს არის კარგი გზავნილი ასევე ოპოზიციის მიმართ. პოლიტიკური პროტესტის კიდევ ერთი ფორმა საზოგადოება რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ. რა აქცია იგეგმება გასაბჭოების 92 წლის თავზე საქართველოში. საპროტესტო აქციები, პოლიტიკური მოთხოვნები და განსხვავებული პოზიციები. პირველი თემის შეკითხვებს ეკა ბესელია, ზვია ძიძიგური, დავით უსუფაშვილი, ჯონდი ბაღათურია, ზალ სამადაშვილი პასუხობენ. პირველი თემა პირდაპირ ეთერშია. ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი გახლავთ მოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის გენერალური დირექტორი ეკა ბესელია. საღამოშვიდობის ქალბატონო ეკა. მოგესალმებით. ქალბატონო ეკა, ოპოზიციური ძალების ერთი ნაწილი 9 აპრილიდან საპროტესტო აქციების ტალღის აგორებას აპირებს. იქნება თუ არა ამ ოპოზიციური ძალებთან ერთად მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის? ნათია, მოგესალმებით და დიდი მადლობა, რომ პირველად მეძლევა შესაძლებლობა თქვენს ეთერში, ამ სტუდიაში, ამ გადაცემაში მივიღო მონაწილეობა და მივმართვა საზოგადოებას, ჩვენს ხალხს, ჩვენს ამომრჩევლებს. არათუ მივიღებთ მონაწილეობას, ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი ფლაგმანი, ერთ-ერთი წარმართველი ამ საპროტესტო ტალღისა და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა და ჩვენი პოლიტიკური პარტიის ლიდერმა 2007 წლის 25 სექტემბერს თავისი ნაბიჯით, თავისი გადაწყვეტილებებით და გამოსვლით ოპოზიციურ პოლიტიკურ ფლანგზე საფუძველი დაუდო იმ საპროტესტო ტალღას, რომელმაც ძალიან შეცვალა ქვეყანაში პოლიტიკური ვექტორი. ასევე ვაპირებთ ჩვენი დაწყებული ბრძოლის გაგრძელებას, ეს ერთი წელი ჩვენ თანმიმდევრულად ჩვენი ხალხის მაჯისცემით და პულზე ხელის დადებით მივდევდით ყველა პოლიტიკურ პროცესს, რომელიც ქვეყნის ინტერესებისთვის იყო მიმართული, ასევე ვაგრძელებთ ჩვენ ამ ბრძოლაში მონაწილეობის მიღებას. 9 აპრილი ეს არის თარიღი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თავისი მორალური, ისტორიული, პოლიტიკური, სამართლებრივი დატვირთვით. ეს არის დამოუკიდებლობის დღე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე იმისთვის, რომ საზოგადოება, ხალხი, რომელიც თითქოს არ ჩანს, მაგრამ პრაქტიკულად გვინვას ვგრძნობ ჩვენ ხელისუფლების პროტესტის საბოლოოდ მიიღო ეს გადაწყვეტილება ოპოზიციამ, იყო საუბარი იმაზე, რომ სახელდებოდა სხვადასხვა თარიღი. სახელდებოდა ნათია, ნამდვილად ჩვენ სხვათა შორის ასევე ვფიქრობდით, რომ შეიძლება ყოფილიყო სხვა თარიღი, თუმცა ეს არ იყო ჩვენთვის მთავარი ამოცანა, რამდენადაც ოპოზიციურმა პარტიებმა მოახერხა, რომ გაერთიანებულიყო ერთი მოთხოვნის ირგვლივ და ეს არის სააკაშვილის უპირობო გადადგომა. ეს იქნებოდა 9 აპრილი, 31 მარტი თუ 26 მაისი. გითხრათ გულწრფელად არ იყო ეს ჩვენთვის პრინციპული, რამდენადაც ჩვენ დღესაც მზად ვართ
გავიდეთ და დავდგეთ ჩვენს ხალხთან. კაპიტონიკა, თქვენ გაიხსენეთ ირაკლი ოქროშვილის დაკავების პერიოდი და 2007 წლის შემოდგომაზე განვითარებული მოვლენები. მაშინ საპროტესტო ტალღის აგორებით რისი შეცვლა მოახერხა ოპოზიციამ და რატომ ირჩევენ ისევ არასაპარლამენტო ოპოზიციური ძალები საპროტესტო აქციების გზას? ნათია, შეგახსენებთ, რომ იმ პერიოდში, როდესაც ჩვენი პოლიტიკური გუნდის გამოსვლა მოხდა, პოლიტიკურ ორბიტაზე პოლიტიკური პროცესები თითქოს მინავლებული იყო და იმ გამოსვლამ, იმ განცხადებებმა საფუძველი დაუდო ძალიან მნიშვნელოვანი საპროტესტო ტალღის აგორებას. რა შეცვალა ქვეყანაში ამ? ქვეყანაში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, თქვენ გახსოვთ, ამას მოყვა სააკაშვილის გადადგომა, ამას მოყვა ხელახალი არჩევნების დანიშვნა. ხალხმა აჩვენა საკუთარი ნება და ძალა. ჩვენ ვიყავით მომსწრე საოცარი თავგანწირვისა ჩვენი ხალხის, თქვენ გახსოვთ, რამდენი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში პროტესტის ნიშნად და ეს იყო ჩვენთვის სიგნალი, ეს იყო ჩვენთვის სტიმული იმისა, რომ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლა ეს იყო არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიების დანახული რეალობა, არამედ ის იყო ხალხის მოთხოვნა, ჩვენის მოთხოვნა, ჩვენის ნება, რომელიც ხალხმა გამოხატა და ჩვენ ვიდექით აი ამ ბრძოლაში ბოლომდე ვერ მივიყვანეთ ლოგიკურ დასასრულამდე ძალიან ბევრი ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, მაგრამ ჩვენ ამ ბრძოლას წელს დავასრულეთ. მაგრამ რამდენად მოახერხეთ ამას, რამდენად არის იგივე საპროტესტო, მსგავსი საპროტესტო მუხტი თქვენს მხარდამჭერებს შორის? ის ადამიანები, რომლებიც ნოემბერში, იანვარში, მაისშიც მათ შორის იდგნენ ქუჩაში და ის ადამიანები, რომლებიც იპოდრომის საპროტესტო აქციაზე მოვიდნენ. მაგრამ მას შემდეგ იყო 2008 წლის ნოემბერი, როდესაც ოპოზიციამ 2007 წლის ნოემბერი გაიხსენა და მაშინ რუსთაველზე გამოსული ხალხის რაოდენობა არ ყოფილა ისეთი მასშტაბური, როგორიც იყო 2007 წლის შემოდგომაზე და 2008 წლის ზამთარზე თუ გაზაფხულზე. რა თქმა უნდა, შესაძლოა უფრო ნაკლები იყო მონაწილეთა რიცხვი, მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი. მთავარი არის ის, რომ ის ნება და ის სურვილი, რომელიც გამოვიდა ხალხი ქუჩაში, ნათია, ის განწყობა არის დღესაც და კიდევ უფრო მეტად მძაფრია ეს განწყობა, კიდევ უფრო რადიკალურია, ვიდრე შეიძლება დღეს ოპოზიციური პარტიის ლიდერებს ჰქონდეთ, რამდენადაც ამ პროცესებს მოყვა აგვისტოს მოყვა ჩვენი ტერიტორიების დაკარგვა. სააკაშვილმა ამოწურა აბსოლუტურად ყველა რესურსი იმისა, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოიყენოს, იმიტომ რომ თავად გახდა საფუძველი იმ უბედურებისა და იმ კატასტროფისა, რაც ქვეყანაში შეიქმნა, იმიტომ რომ ჩვენ დღეს ტერიტორიები დავკარგეთ და პრაქტიკულად ქვეყანა არის ხერხემალში გადატეხილი. ამის შემდგომ პოლიტიკურადაც და მორალურადაც აღარ ვლაპარაკობ სამართლებრივ მხარეებზე, სააკაშვილს არ აქვს უფლება იყოს ქვეყნის პრეზიდენტი, მართოს ქვეყანა. ჩვენ მიგვაჩნია დღეს, ნათია, რომ აუცილებელია ძალიან მოკლე დროში ოპოზიციურმა პარტიებმა შეძლონ კონსოლიდაცია მოთხოვნის ირგვლივ. დღეს არ არის კოალიციების, ალიანსების, რაღაცა ტიპის დაჯგუფებების დრო. ჩვენ ვთქვით, რომ დღეს არის მთავარი ერთი მიზნისთვის, ერთი მოთხოვნისთვის ბრძოლა, ეს არის სააკაშვილის უპირობო გადადგომა. ამის შემდგომ, უკვე როდესაც არჩევნები დაინიშნება, ოპოზიციური პარტიები შეძლებენ გადანაწილებას, გადაჯგუფებას. აი, ეხლა არ ვსაუბრობთ ამაზე, ეხლა არ არის ეს ამოცანა. ქვეყანას დღეს არ ჭირდება პატარ-პატარა დაჯგუფებები, დღეს ქვეყანას ჭირდება გაერთიანება ოპოზიციური ძალების ხალხის ნებასთან ერთად და სააკაშვილის წინააღმდეგ გამოსვლა. ჩვენ უნდა დავასრულოთ ის ბრძოლა, რომელიც დავიწყეთ და ეს აუცილებლად მოხდება წელს. მაგრამ ის ვადა, რაც ამ იდეის მომხრეებმა წაუყენეთ საქართველოს ხელისუფლებას, ვადა 9 აპრილამდე. თუნდაც ეს ხანმოკლე პერიოდი თვენახევარი ხომ მეტყოლებს იმაზე, რომ ოპოზიცია აყენებს არარეალისტურ მოთხოვნებს. რამდენად გჯერათ თქვენ თავად ამ იდეის ინიციატორებს, რომ მიხეილ სააკაშვილი გადადგებას მე გეტყვით გულწრფელად, ნათია, რომ ნამდვილად არ მჯერა და არ მაქვს განცდა იმისა, რომ სააკაშვილში გაიღვიძებს ახლა ქვეყნისადმი სიყვარულისა და ხალხის ნების აღსრულების სურვილი და ეს გადადგება. ეს მას რომ ეს განცდა ქონდეს და ამ პასუხისგებლობას გრძნობდეს, ის აგვისტოს მოვლენების დამთავრებისთანავე თავისით გადადგებოდა თანამდებობიდან. არ გადადგება, მაგრამ ჩვენ მას ვაიძულებთ, რომ გადადგეს. როგორ ვაიძულებთ? ამას ვაიძულებთ ჩვენ ხალხთან ერთად. ჩვენი უკომპრომისო და უკან დაუხეველი ბრძოლით. ჩვენ გავალთ ქუჩაში და უკან არ დავბრუნდებით, ვიდრე სააკაშვილი არ წავა. მაგრამ როდესაც ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ძალებს შორის არის განსხვავებული მოსაზრებები,
გეთანხმებით, რომ მოთხოვნა არის ერთიანი, საერთო რომ მიხეილ სააკაშვილმა გადადგეს, მაგრამ სტრატეგია არის განსხვავებული. ასეთ პირობებში როგორ აპირებთ აიძულოთ ხელისუფლება მიიღოს თქვენთვის სასურველი გადაწყვეტილება? გეთანხმებით, რომ სტრატეგია არის განსხვავებული, მთავარია მიზნისკენ ყველა დავიძრათ ერთად. ის რომ ეხა რეფერენდუმის საკითხს აყენებს ახალი ალიანსი, მე გუწვავთ გეტყვით, რომ ამას ვერ უყურებ როგორც მოკლებადიან პერიოდში მიზნის მიღწევის ეფექტურ საშუალებად, ეს არის კონსტიტუციური გზა, ძალიან საინტერესო გზა არის, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში ქვეყანა ვერ მოითმეს ამ ექსპერიმენტს, თუ მეტეს თუ ვიცით, რომ ეს რეფერენდუმი არ დაინიშნება, ან თუ დაინიშნება, ისევე გაყალბდება, როგორც გაყალბდა შარშან პლებიცისტი და საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. ამიტომ ეს არ არის მთავარი პრობლემა დღეს. ის ადამიანებიც, ვინც დღეს რეფერენდუმს მხარს უჭერენ, ჩვენი პარტნიორები, კოლეგები და ამ შემდეგ, ისინიც ყველანი ერთად ჩვენ აღმოჩნდებით სამწუხაროდ, ნათია, ქუჩაში, იმიტომ რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ ჩვენ არ დაგვიტოვა შესაძლებლობა, რომ პრობლემა, რომელიც დღეს ეხება ქვეყნის კრიზისთან გამოყვანას, მაგიდასთან გადაწყდეს. სამწუხაროდ ქუჩა დატოვა ერთადერთ საშუალებად იმისთვის, რომ ჩვენ გავანთავისუფლოთ ქვეყანა ამ უბედურებისაგან, რომელიც სააკაშვილმა რომ ქვეყანა ვერ აიტანს კიდევ მორიგ ექსპერიმენტს, რამდენად შეძლებს ქვეყანა გადაიტანოს კიდევ ერთი ექსპერიმენტი არჩევნების სახით, როდესაც თქვენ ოპოზიციას მუდმივად გესმით ხელისუფლების მხრიდან ის არგუმენტები, რომ ომის შემდეგ ფინანსური კრიზისის პირობებში არჩევნების პოლიტიკური არასტაბილურობის დრო არ არის, მით უმეტეს კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს ხელისუფლების წარმომადგენლები იმას, რომ კიდევ ერთხელ არსებობს რუსეთის მხრიდან აგრესიის განმეორების საშიშროება. რატომ არის ეს არგუმენტები მიუღებელი? პირველი. მოდით დავიწყოთ იქედან, რომ რუსული აგრესია და ეს მუდმივი არგუმენტი, რომელსაც ეფარება და ემალება ხელისუფლება, ეს არის ყალბი და ეს არის ხელოვნურად შექმნილი მითი. არავითარი რუსული აგრესია არ არის ეხლა დღეს ამ ქვეყანაში მთავარი პრობლემა იმისთვის, რომ ოპოზიციური ტალღა შეაჩეროს. სამწუხაროდ, ნათია, სააკაშვილის ხელისუფლებამ რუსული სცენარი აბსოლუტურად პირნათლად, როგორც ხუთოსანმა მოსწავლემ შეასრულა. რუსულ იმპერიალისტურ გეგმებს არათუ მსვლელობა მისცა, აბსოლუტურად ყველა მათი მიზანი იქნა შესრულებული. ჩვენი ტერიტორიები რო დღეს დაკარგულია და ქვეყანა რო ამ მდგომარეობაშია, ეს იყო რუსეთის ძალიან დიდი ხნის სურვილი და განსრახვა სააკაშვილმა გააკეთა. მე შეგახსენებთ, ნათია, და თქვენ დამეთანხმებით, რომ უკვე დასრულებული იყო არჩევნები, ოპოზიციური პარტიები აბსოლუტურად არ აქტიურობდნენ. აგვისტოში თქვენ გახსოვთ რაიმე ტიპის საპროტესტო გამოსვლა ოპოზიციის მხრიდან არანაირი. რატომ მოხდა ეს ყველაფერი, რაც მოხდა? სად იყო მაშინ ოპოზიცია? ოპოზიციური პარტიები პირიქით ყველანი მორატორიუმს აცხადებდნენ იმ პერიოდში ხელისუფლებასთან კრიტიკაზე, მაგრამ უცებ როგორც მოწმენდილ ცაზე ესე მეხივით გავარდა ის, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მაშინ ჩაიდინა. ეს ერთი, რაც შეეხება ეკონომიკურ კრიზისს. ეხლა ეკონომიკური კრიზისი ამ ქვეყანაში არ დაწყებულა ამ სოფლიო ეკონომიკური კრიზისის დაწყების პარალელურად, ჩვენ დიდი ხანი ამ კრიზისში ვარ და დიდი ხანია ეკონომიკური სიდიხვჭირის პირობებში ცხოვრობს ჩვენი ხალხი. ქვეყანა, რომელიც არაფერს არ აწარმოებს, სამწუხაროდ ვერანაირი კრიზისის ფონზე ვერ აღმოჩნდება იმ მდგომარეობაში, როგორცაც აღმოჩნდნენ ის ქვეყნები, რომლებმაც მართლა იწვნიეს ეს დარტყმა. და მესამე, რა არის დღეს ამ ქვეყანაში პრობლემა? პრობლემაა დღეს ოპოზიცია, პრობლემაა დღეს რაღაცა რუსული აგრესია, სამწუხაროდ ის რაც შეიძლებოდა ყველაზე ცუდი მომხდა აგვისტოში და სააკაშვილის ხელისუფლებას უდიდეს ტვირთად აწევს აგვისტოს მოვლენების, ვერასოდეს ვერ ჩამოირეცხავს ამ ტვირთს, რაც შეეხება არჩევნებს გაუძლებს თუ არა ქვეყანა, ნათია, მე როგორც იურისტიც ვლაპარაკობ ამ დროს, ნებისმიერი პოლიტიკური კრიზისის დაძლევის საშუალება არის ყოველთვის არჩევნების ჩატარება. ბადამდელი არჩევნები ეს არის კონსტიტუციური გზა. ჩვენ ვითხოვთ არჩევნებს მხოლოდ სააკაშვილის გადადგომის შემდგომ. ჩვენ არჩევნები ამ ხელისუფლების პირობებში მიგვაჩნია ეს არის მორიგი ხაფანგი შეიძლება აღმოჩნდეს, ამიტომ ჩვენ დღეს უნდა მივაღწიოთ თავარ ამოცანას. სააკაშვილის ხელისუფლება უნდა გაუშვათ. ქაბატონო ეკა, იქნება თუ არა ოპოზიციასთან ერთად თქვენი მოძრაობის ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი? რა თქმა უნდა, ირაკლი ოქრუაშვილი იქნება ამ პოლიტიკურ პროცესებში ძალიან აქტიურად ჩართული. მან დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლის ეტაპი 2007 წლის 25 სექტემბერს. ის გააგრძელებს ამ ბრძოლას სააკაშვილთან და ამდენად ის ნამდვილად არის შინაგანად უკვე მზად იმისთვის, რომ ჩამოვიდეს ქვეყანაში, ჩამოვა მაშინ, როდესაც ამის აუცილებლობა დადგება და ამას ჩვენ ნახავთ
უმოკლეს პოლიტიკურ ცხოვრებაში მე ვლაპარაკობ, რომ ეს იქნება წელს. ეხლა ნამდვილად ვერ ვასახელებ კონკრეტულ დღეს, თარიღს, რიცხვს და გრაფიკს გასაგები მიზეზების გამო. ეს ძალიან დელიკატური საკითხია, მაგრამ ის ჩამოვა იქნება ჩვენთან ერთად და ის დაასრულებს ამ ბრძოლას სააკაშვილთან. მე დარწმუნებული ვარ, რომ უმნიშვნელოვანესი იქნება ოქრუაშვილის როლი სააკაშვილის ხელისუფლების გასტუმრებაში. მას შემდეგ რაც თქვენ პარიზიდან დაბრუნდით, თქვენ პრესასთან საუბრისას გააკეთეთ განცხადება, რომ ირაკლი ოქრუაშვილი სანამ ჩამოვიდოდა სანამ ჩამოვა საქართველოში, მან შესაძლოა მანამდე გააკეთოს საჯარო განცხადება. თუ თქვენ ვერ აკონკრეტებთ მისი დაბრუნების თარიღს, იქნება ის გითხრათ, როდის აპირებს ამ განცხადების გაკეთებას ირაკლი ოქრუაშვილი? დაბრუნებამდე თუ დაბრუნების შემდეგ? ოქრუაშვილი დაბრუნდება სააკაშვილის წასვლამდე, რასაკვირველია. რაც შეეხება მის საჯარო განცხადებებს, თუ თქვენ მას მისცემთ შესაძლებლობას, რომ თუნდაც აი ამ გადაცემის საშუალებით მიმართოს მოსახლეობას, უპასუხოს თქვენს მიერ დასმულ ყველა კითხვას, ის ამას გააკეთებს. თუ ამას ქართული ტელევიზიები ამ შესაძლებლობას მას მისცემენ, ის მზად არის ამ ტიპის განცხადებების გაკეთებისთვის და თუ ამ შესაძლებლობა იქნება ძალიან კარგი. ყველა სხვა კითხვას, რომელიც იქნება უშუალოდ მასთან დაკავშირებული, იმაზე ჩემზე უკეთ გასცემს პასუხს. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ ნებისმიერ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს ვცდილობთ დავუთმოთ ჩვენი ეთერი, რასაკვირველია მათი თანხმობისა და სურვილის შემთხვევაში. დიდი მადლობა ქალბატონო ეკა გადაცემაში მონაწილეობისათვის. დიდი მადლობა და ბოლოს მინდა ვთქვა, ყველა ჩემ ოპოზიციონერ კოლეგას მინდა მივმართო, რომ 9 აპრილი ეს არის ის თარიღი და ის პოლიტიკური პროცესი, რომელიც უნდა გახდეს დასასრული სააკაშვილის ხელისუფლების დემონტაჟისა და მე მინდა რომ ყველას ვთხოვო, განსაკუთრებით ხალხის როლი იქნება გადამწყვეტი და ძალიან მნიშვნელოვანი. თითოეული მათგანი, ვინც მიიჩნევს, რომ ამ ქვეყანაში არის საჭირო მშვიდობა, დემოკრატიული ინსტიტუტები, სამართლიანი სასამართლო, თავისუფალი მედია, ნორმალური საბაზრო ეკონომიკის პირობებში ყოფნა. ასეთ შემთხვევაში თუ კი თითოეული ადამიანი გრძნობს, რომ ამ პროცესის მონაწილე უნდა გახდეს, უნდა იყოს ყველანი ჩვენი თანამებრძოლები. ეს იქნება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ ამას მარტო ვერ შევძლებთ, ეს უნდა გავაკეთოთ ხალხთან ერთად. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენი სტუდიის სტუმარი გახდათ ეკა ბესელე. დაგველოდოთ ჩვენ რამდენიმე წუთში დაბრუნებით პირდაპირ ეთერში და პირველი თემის შეკითხვებს ზვია ძიძიგური უპასუხებს. პირველი თემა კვლავ პირდაპირ ეთერშია. ჩვენი სტუდიის სტუმარი გახლავთ ზვია ძიძიგური, საღამომშვიდობის ბატონო ზვიად. საღამომშვიდობისა მოგესალმებით. ბატონო ზვიად, ხომ არ იჩქარა ოპოზიციამ დაეწესებინა მხოლოდ თვენახევრის ვადა მიხეილ სააკაშვილისთვის? უნდა გითხრათ ნათია, რომ ეს თვენახევრის ვადა ჩვენ დღეს არ დაგვიწესებია მიხეილ სააკაშვილისთვის. იანვრის ბოლოს ოპოზიციურ პარტიათა დიდმა უმრავლესობამ მოაწერა ხელი დეკლარაცია, სადაც 3 პუნქტი იყო ჩამოყალიბებული. ერთი პუნქტი და პირველი მთავარი პუნქტი აქ იყო, სადაც მიხეილ სააკაშვილის უპირობო გადადგომას ითხოვდა ოპოზიცია და ბუნებრივია, რომ ამ უპირობო გადადგომის შემდეგ უკვე ლოგიკური ნაბიჯები უნდა მოყვეს ამ საკითხს და ლოგიკური ნაბიჯი რა არის ოპოზიციისთვის? ოპოზიცია, რომელიც აცხადებს, რომ 2009 წელს, ანუ წელს გაზაფხულზე უნდა წავიდეს სააკაშვილი და სააკაშვილი მეორე მხარეს ამბობს, რომ 2013 წლამდე უნდა იყოს ხელისუფლებაში. ერთადერთი გამოსავალი არის, ვიღაცას ხო უნდა ვკითხოთ აქ ვინ არის ეს ვისი პოზიციაა მართალი და ვინაიდან ხელისუფლების წყარო არის ხალხი, ჩვენ უნდა ვკითხოთ ხალხს. ხალხს უნდა თუ არა მიხეილ სააკაშვილის გადადგომა ამ გაზაფხულზე, ამიტომ ჩვენ 2009 წლის დიახ აქციებით, იმიტომ რომ ეს არის კონსტიტუციური გზა სრულიად დაშვებული საქართველოს კანონმდებლობის მიერ და ჩვენ ვაპირებთ, რომ ამის ორგანიზება გავაკეთოთ, მოვიყვანოთ ხალხი არა მარტო თბილისში, არა მარტო რუსთაველზე, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით და ამ ადამიანებმა უთხრან სააკაშვილს, რომ ისინი არიან თუ არა თანახმა ოპოზიციის მოთხოვნა შესრულდეს მიხეილ სააკაშვილის უპირობო გადადგომასთან თავისი სურვილი და თავისი ნება რეფერენდუმის გზით გამოხატოს. ეს გრძელვადიანი გზა არის და აქედან გამომდინარე, თანაც მე მინდა გითხრათ, რომ ლოგიკას აქ არსებობის უფლება ამ შემთხვევაში, როდესაც აწერ ხელს იმ დოკუმენტს, სადაც წერია, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გადადგეს ბოლომდე, ეს იმას ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ამოწურა ყველანაირი რესურსი ნდობის და ბოლოს და ბოლოს შემჩნეულია მიხეილ სააკაშვილი ბოლო 1 წლის განმავლობაში 2 არჩევნების გაყალბებაში და ეხლა იგივე სააკაშვილი რეფერენდუმს ჩაატარებს სამართლიანად, ეს არ ამგონია, რომ იყოს ძალიან თანმიმდევრული საქციელი და აქედან გამომდინარე, ხა მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ლევან თარხნიშვილი რომ ჩაატარებს არჩევნებს, ეს არჩევნები თუ რეფერენდუმი შეუძლია
შესაძლებელია იყოს ნდობის მომნიჭებელი. თქვენ ახსენეთ იანვარში ხელმოწერილი სამბუქდიანი მემორანდუმი. რითი ახსნეთ იმას, რომ ამ მემორანდუმის ავტორი ოპოზიციური ძალები დღეს არ ირჩევენ განსხვავებულ სტრატეგიას ერთი მიზნისკენ. არავითარ განსხვავებულ სტრატეგიას არ ირჩევენ. თუ თქვენ გულისხმობთ ახალ ალიანსს, რომელმაც რეფერენდუმს დაუჭირა მხარი, მე ვარ ღრმად დარწმუნებული იმაში, რომ 9 აპრილს, ოდესაც დაიწყება მრავალათასიანი მანიფესტაციები, დემონსტრაციები და აქციები, ამ ალიანსსაც ვნახავ ერთ-ერთ, ესე იგი, წარმომადგენლად მთლიანი ოპოზიციური სპექტრის, ვინაიდან მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოში შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება შეცვალოს დიდმა ერთობამ და ამ ერთობას ჩვენ 9 აპრილს ყველანი ვიხილავთ. მე ვარ ამაში ღრმად დარწმუნებული და ეჭვ ამაში არ მეპარება. და ამით აიძულებთ ხელისუფლებას დანიშნოს გადადგეს მიხეილ სააკაშვილი და დანიშნოს ვადამდელი არჩევნები. იმ ხელისუფლებას ქვეყნის პირველი პირი არაერთხელ უთქვამს მიხეილ სააკაშვილს, რომ ის იქნება ამ ქვეყნის პრეზიდენტი 2013 წლამდე. და ასეთ შემთხვევაში, როდესაც პოზიცია ხელისუფლების არის ესეთი ცალსახა, როდემდე აპირებს რუსთაველზე ცხოვრებას ოპოზიცია, როგორც თქვენ დღეს განაცხადეთ? მე ქალბატონათია უნდა გითხრათ, როდესაც ხელისუფლება მუდმივად ლამის ყოველ დღე ამტკიცებს იმას, რომ ის 2013 წლამდე იქნება, ეს საკითხი ეთყობა მისთვის არის ძალიან მტკივნეული და მას უნდა დააჯეროს ყველა, რომ ის მართლა 2013 წლამდე იქნება. პრობლემა რომ არ კონდეს მას ამ საკითხთან დაკავშირებით ამ თემაზე ამდენს არ ელაპარაკებდა. ეს ერთი საკითხია, მე მეორეც მიხეილ სააკაშვილს აქ ერთადერთი გზა. მან ისე თავგამოდებით უნდა ამტკიცოს, რომ 2013 წლამდე იქნება ქვეყნის პრეზიდენტი, რომ მისმა უახლოესმა გარემოცვალმაც კი ვერ შეამჩნიოს, რომ მიხეილ სააკაშვილს აქ პრობლემა სწორედ ამ საკითხში და ამ მიმართულებში. იგივე მერაბიშვილმა და იგივე ადეიშვილმაც კი ვერ უნდა შეამჩნიოს მის პოზიციაში ყოყმანი, თორე იგივე მერაბიშვილი და ადეიშვილი იქნება, ვინც ერთ-ერთი პირველი მიხეილ სააკაშვილს შეიძლება მოგიდოს ხელი და ხელბურკილებით გამოიყვანოს ხალხის წინაშე. არ არის ეს გამორიცხული ამბავი. ამიტომ მე ხა ის რომ მიხეილ სააკაშვილი ამას ამტკიცებს, ეს არაფერს არ ნიშნავს. რაც შეეხება რამდენი ხანი უნდა იყოს და იცხოვროს ოპოზიციამ რუსთაველზე, რამდენი ხანით საჭირო იქნება. ჩვენ არ ვაპირებთ რუსთაველიდან და არა მარტო რუსთაველიდან, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ოპოზიციურ პარტიათა დიდი უმრავლესობა ვაპირებთ ამ თემებზე ძალიან სკრუპულოზურ მუშაობას, გეგმა გაიწერება სწორად. რამდენი ხანით იქნება საჭირო არა მარტო რუსთაველზე, არამედ ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში, ყველა ადგილას, სადაც ადამიანები და ამ ქვეყნის მოქალაქეები ცხოვრობენ, იქნება საპროტესტო აქცია. ბატონ ზვიად, თქვენ გაიხსენეთ იანვარში ხელმოწერილი სამბუქდიანი დეკლარაცია, თუმცა მანამდე იყო 2008 წლის 7 ნოემბერი, როდესაც თქვენ რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა გაიხსენეთ 2007 წლის ნოემბრის მოვლენები და მაშინ დაგეგმეთ სწორედ აქციების ტალღის აგორება. მაშინ ოპოზიცია აცხადებდა, რომ დაიწყებდა საპროტესტო აქციების ახალ ტალღას, რომელიც 2009 წლის გაზაფხულზე დასრულდებოდა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნით. რამდენიმე თვე გავიდა, მაგრამ მაშინ გაწერილი გეგმების მიხედვით თქვენ ნაბიჯები არ გადაგიდგამთ და ასეთ ვითარებაში როგორ აპირებთ თქვენ ნახევარში დაინახოთ თქვენს მიერ წამოყენებული ულტიმატუმის შედეგი? მე ამაში ტრაგედიას ვერ ხედავ, გაიწელა ეს პროცესები, იმიტომ ერთადერთი რამის გამო. კონსერვატიული პარტია მუდმივად იყო ერთობის მომხრე, დიდი ერთობის მომხრე, დღესაც ვადასტურებ თქვენ ეთერში, ტელემაყურებლის წინაშე, რომ დიდი ერთობის მომხრეები ვართ ჩვენ. მართლა დიდმა ერთობამ დიდი ერთობა შედგება 9 აპრილს. მე ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული და საერთოდ ეს ქვეყანა არის იმ ადამიანების, ვინც არიან დარწმუნებულები რამეში, ის ვისაც ეშინია, ის ვისაც არ ჯერა, ის ვისაც ესე იგი იმედი არ აქვს და ასე შემდეგ, ის ადამიანები ავყვებიან შემდეგ იმ ადამიანებს, ვისაც ჯერა, ვისაც იმედი გვაქვს და ვინაც ვიცით რომ გავიმარჯვებთ და ასეთი ადამიანები საბედნიეროდ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი არიან. ბატონ ზვიად, დღეს ხელისუფლების წარმომადგენლები არ არიან ჩვენი გადაცემის სტუმრები, მაგრამ მათი არგუმენტი თქვენს და საზოგადოებასაც არაერთხელ მოგვისმენია. ისინი ამბობენ, რომ ომი დღემდე არ დამთავრებულა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა აუცილებელი, როდესაც ისევ ისმის საუბარი ომის განახლების შესაძლებლობაზე. იღებს თუ არა აქციების მოსურნე ოპოზიცია მოსალოდნელ გართულებებზე ან მოსალოდნელ დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობას? ნატია, მე გულს მიხეთქავს ეს განცხადებები, რომ ომი ჯერ არ დასრულებულა, იმიტომ სულ ფიქრობ კიდე რა უნდა ჩააბარონ ახლა ამათ მოწინააღმდეგეს. მე ეს ომი რომ არ დასრულებულა, მათ ჭირდებათ ისევ პიარის გასაკეთებლად, მათი პიარი გულისხმობს იმას, რომ ომი არ დასრულებულა, ესე იგი ჩვენ დავიბრუნებთ ყველაფერს იმასაც დავკარგეთ და კიდევ უფრო მეცაც გავაკეთებთ, მაგრამ მე არ მინახე ამ ხელისუფლების პირობებში ამ მიმართულებით გადადგმული წარმატებული ნაბიჯები, ამიტომ ომი რომ არ დასრულებულა, სწორედ ამიტომ არის მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება გასაშვები, სანამ კიდე რამე წაურთმევიათ ამ ქვეყნისთვის, სანამ კიდე რამე ჩაუბარებიათ. დღეს საქართველო გდია, აი როგორ არის, მინდორში გდია და ვისაც რა უნდა იმას მოაგლიჯა
დაიჯავს ამ ქვეყანას არ აქვს სუვერენიტეტი, ამ ქვეყანას არ აქვს არავითარი დამოუკიდებლობის ხარისხი, ამ ქვეყნის ბედი წყდება სხვა ქვეყნებში მთლიანად 100%-ით, მას მხოლოდ შეუძლია გალობლიშვილის მაგივრად გილაური დანიშნოს ან გილაურის მაგივრად რაღაც გურგენიძე დანიშნოს, ეს არის ამ ქვეყნის სუვერენიტეტის ყველაზე დიდი მწვერვალი. მეტი არ გააჩნია და სწორედ ამიტომაც რომ ქვეყანა არის გარე საფრთხეების წინაშე, აუცილებელი არის ამ გაუწონასწორებელი უპასუხისმგებლო და არათანმიმდევრული ხელისუფლების შეცვლა გაცილებით უფრო თანმიმდევრული, ადეკვატური და ნორმალური ხელისუფლება. მოდით დავუშვათ თეორიულად, რომ თქვენს მოთხოვნას დათანხმდა ხელისუფლება და მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ. ასეთ შემთხვევაში რა მექანიზმს ხედავს ოპოზიცია იმისთვის, რომ ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები და თავად ოპოზიციამ ასეთი არჩევნების შედეგები არ დააყენოს ეჭვქვეშ? ერთადერთი პრობლემა, რომელიც საქართველოში არჩევნების ჩატარებისას არსებობს, ეს არის მიხეილ სააკაშვილი. არც საარჩევნო კოდექსი იდეალური რომ იყოს იდეალური ყველა ის ქაღალდი თუ კანონი, რომელიც კი არეგულირებს საკანონმდებლო რაღაც მოძრაობებს, ექნება მაინც მთავარი პრობლემა მიხეილ სააკაშვილი. ეს არის მთავარი პრობლემა. მიხეილ სააკაშვილის გადადგომის შემთხვევაში მე ვფიქრობ, კონსერვატორებს ასეთი მოსაზრება გვაქვს, ვფიქრობთ, რომ უნდა დაიდოს აუცილებლად გარანტიები თუ როგორ იქნება ქვეყანაში, როგორ ჩატარდება ისეთი არჩევნები, როდესაც ჩვენ არ მივიღებთ მიშა 2-ს. ანუ ისევ რაღაცა დაუბალანსებელი ხელისუფლების პირობებში. ეს გარანტიები არის ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა დადოს თავისი ხედვა თუ როგორ წარმოუდგენია სასამართლოს განთავისუფლება, მედიის განთავისუფლება, ბიზნესის განთავისუფლება, რეალური თვითმმართველობის ჩამოყალიბება და ამაზე საჯაროდ უნდა განაცხადოს, საჯაროდ უნდა დადოს მან თავისი მოსაზრება. დროში როგორ წარმოგიდგენიათ ეს პროცესი, ბატონ ზვიად, რომ გადადგეს მიხეილ სააკაშვილი, კონსტიტუციით კარგად არის ცნობილი თუ ვინ ასრულებს ასეთ შემთხვევაში ქვეყნის პირველი პირის მოვალეობას? ასრულებს და ბაქრაძე. დავით ბაქრაძე. დიახ. ასეთ შემთხვევაში ამ გარანტიების მიღებას ითხოვთ იმავე ხელისუფლების გუნდის წარმომადგენლებს. ქაბატონათია, მე გარწმუნებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მერე თუნდაც თარხნიშვილმა რო ჩაატაროს იგივე არჩევნები, ეს არჩევნები იქნება ობიექტური. ანუ ასეთ შემთხვევაში არ დააყენებს ოპოზიცია. დაუშვათ ჩატარდა ასეთ შემთხვევაში არჩევნები, რადგან თეორიულად ვუშვებთ რამდენიმე ვარაუდს, ესეც დაუშვათ. დაუშვათ ჩაატარა ამავე პრინციპით დაკომპლექტებულმა საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნები და ოპოზიციამ ვერ მიიღო სასურველი შედეგი. ასეთ შემთხვევაში თქვენ აღიარებთ არჩევნების შედეგს? ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვაღიარებთ, გარწმუნებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის წასვლის შემთხვევაში დღევანდელი საარჩევნო ადმინისტრაციაც გახდება დემოკრატიულობის რაღაცა ეტალონი და ჩაატარებს ეს არჩევნები. მოდი თეორიულად დაუშვათ ეს საკითხი, თქვენ რომ ამბობთ, ეს არ არის თეორიული საკითხები მხოლოდ, ეს საკითხები სავსებით შესაძლებელია პრაქტიკაში ძალიან მალე განხორციელდეს და ჩვენ ამისი გვჯერა და ერთ რამესაც კი, ვარაუდია, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არის ვარაუდი, რომელსაც არსებობის ძალიან კარგი და სერიოზული უფლება აქვს და უნდა გითხრათ, რომ ამ თემაზე, როდესაც ხელისუფლება საერთოდ არ მოდის, არ ლაპარაკობს, დღეს რატოზის მარტო ოპოზიციის წარმომადგენლები ეთერში ამ თემასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ხელისუფლებამ იცის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მისი ნებისმიერი არგუმენტი იქნება გაცამტვერებული ოპოზიციის მიერ და ეს ამას დაინახავს ქართული საზოგადოება და ახლა აქ რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ უმუშევრობაზე და სოციალური პრობლემების გადაწყვეტაზე, ვერაფერი ვერ უშველეს ამ ხელისუფლებამ. მათ ძალიან კარგად იციან რა პოზიციებია მათი პოზიციები. ეს არის უსუსტესი პოზიციები. დღეს ხელისუფლება არის საოცრად სუსტი ქვეყანაში და ერთადერთი რაზედაც დგას დღეს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება, ეს არის ყოვლად უსაფუძვლო დემაგოგია და ეს მათ არ უშველის, რა თქმა უნდა, და ჩვენ 9 აპრილს ამას დავადასტურებთ. ჩვენ ვამბობთ, რომ ხალხი არის ჩვენს მხარეს. ხელისუფლება ამბობს, რომ ხალხი არის მათ მხარეს და 9 აპრილმა და იმ მოვლენება, რომელიც წინ გველოდება ყველას, უნდა დაადასტუროს მართალს ამ შემთხვევაში ვინ ამბობს? ამბობს პოლიტიკური ოპოზიცია თუ ამბობს მიხეილ სააკაშვილი და მისი პოლიტიკური. დიდი მადლობა ბატონ ზვიად, მადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენი სტუდიის სტუმარი გახდათ ზვიად ძიძიგურიჩი. კი, განვაგრძობთ გადაცემას, გვაქვს პირდაპირ ჩართო პარლამენტიდან პირველი თემის შეკითხვის პირდაპირ ეთერში ჯონდი ბაღათურია უპასუხოს. ბატონ ჯონდი, საღამომშვიდობის. საღამომშვიდობის. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ბატონ ჯონდი, საყოველთაო ეროვნული დაუმორჩილებლობა და ეგრეთ წოდებული საპარლამენტო გადატრიალება, თქვენი ინიციატივა. რატომ არის ეს ორი მეთოდი მიხეილ სააკაშვილის გადადგომისკენ მიმართული ორი რეალური საშუალება? თია, მე მაქვს ეს არის კანონი რეფერენდუმის შესახებ, სადაც 27 მუხლში პირდაპირ წერია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია თავის ხდომაზე საოლქო საარჩევნო კომისიები და მიღებული ოქმების საფუძველზე ადგენს რეფერენდუმის შედეგებს. თქვენ როგორ ფიქრობთ?
იგივე თარხნიშვილი, იგივე ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაცია, იგივე ვანო მერაბიშვილი, იგივე გუბერნატორები, იგივე გამგებლები და იგივე საარჩევნო უბნები. თქვენ როგორ შეაჯამებენ ოქმებს და გამოაცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი აღარ არის პრეზიდენტი? ეხლა მე მინდა გკითხო, თქვენ როგორ შეხედავთ სადმე ისტორიაში, რომ წაგეკითხათ, რომ ჩინგისხანი შემოიჭრა ქვეყანაში, დაიპყრო საქართველო და ქართველებმა დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება ჩინგისხანის გადადგომის მოთხოვნით, ან რეფერენდუმის მოთხოვნა. შენ თქვენ როგორ შეხედავთ ამ საკითხს და მე როგორ ვფიქრობ, რომ ჩინგისხანი გადადგებოდა და სააკაშვილი დავასრულებ. სააკაშვილი არის ის კაცი, რომელიც რეფერენდუმებით და კონცეფციებით და მემორანდუმებით გადადგება ქვეყნის მმართველობიდან. თუ როგორ ვფიქრობთ? მე პირადად ვხედავ, ეს არის ჩემი პარტიის პოზიცია, ქართული დასის პოზიცია. გამოსავალი ორი გზა არის რეალურად. ვისაც ეს გზა შეუძლია რომელიმე განახორციელოს, გავაკეთოთ ეს. თუ ვინმეს ეს არ შეუძლია, ტყუილად ნუ თვითონ წვალოს და ნუ ხალხს აწვალებს რაღაც ყალბი იმედებით. ერთი ეს არის საყოველთაო ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული დაუმორჩილებლობა, რას გულისხმობ? ჩვენ ეს ერთხელ გავიკეთები ესე კომუნისტური რეჟიმის დროს, როდესაც რეალურად პროცესს მართავდა ეროვნული მოძრაობა და პრაქტიკულად გამგებლები კომუნისტური თუ რაიკომის დივნები რაც ერქვათ, მაშინ აღმასკომის თავმჯდომარები უბრალოდ ბიუროკრატიას და ფორმალურად იყვნენ ესე იგი რაიონების ხელმძღვანელები, ანუ ადგილებზე უნდა შეიქმნას ძალაუფლების განხორციელების დეფიციტი. ჩვენ უნდა მოვახდინოთ ტოტალიტარული რეჟიმის, აი მართლობითი საცეცების პარალიზება. ასეთ ბატონჯონდი, საყოველთაო დაუმორჩილებლობაზე გასულ წელსაც იყო საუბარი ოპოზიციის მხრიდან. მაშინ რატომ ვერ შეძლო ამის განხორციელება ოპოზიციამ? გასულ წელს, როდესაც მიმდინარეობდა საპროტესტო აქციები ქვეყნის მასშტაბით, მაშინაც იყო საუბარი საყოველთაო დაუმორჩილებლობის გამოცხადებაზე. მაშინ რატომ ვერ შეძელით ეს ოპოზიციურმა გაერთიანებამ? მაშინ საყოველთაო დაუმორჩილებლობა თქვენ თუ აპირდებოდეთ ჩვენ თბილისში სწორედ რუსთაველის მოედანზე ვახდენდით მოასე მობილიზებას. ეს ჩვენი ერთ-ერთი ფიქრობ, რომ ტაქტიკური შეცდომა იყო. ჩვენ ხანძარი, ესეთი პროტესტის ხანძარი არ დავანთებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ანუ ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, ყველა უბანში, ყველგან, ყველა გამგებელი, ყველა მილიციის უფროსი, ყველა გუბერნატორი, ყველა მინისტრი უნდა გზნობდეს საზოგადოებრივ პროტესტს და საზოგადოებრივ დაუმორჩილებლობას. ეს იყო ერთი შეცდომა, დავასრულებ. მეორე გზა ეს არის ასევე საპარლამენტო გადატრიალება. გქნებოდ თქვენ დამისვით შეკითხვა, მე გადავალ. სწორედ ამასთან დაკავშირებით სულდა კითხვის დასმა, როგორ წარმოგიდგენიათ ამ მეორე მეთოდის გამოყენება პარლამენტის გამიჯვნა პრეზიდენტისგან, ეგრეთ წოდებული საპარლამენტო გადატრიალება. როგორ შეძლებს ამას ის პარლამენტი? თქვენ კარგად იცით პარლამენტის მუშაობის წესები და ის თუ რა ხდება შიგნით საკანონმდებლო ორგანოში, გამომდინარე იქიდან, რომ თქვენ თავადაც ბრძანდებით პარლამენტის წევრი. პარლამენტის მუშაობის წესები რო კარგად ვიცი და პარლამენტის როგორი ეკლექტური შემადგენლობა არის პარლამენტში, სწორედ ეს მაძლევს ამ განცხადების საშუალებას. მინდა გითხრათ, რომ პარლამენტში უმრავლესობაში ვხედავ რესურსს, ეს არის ინტელექტუალური რესურსსაც, მორალური რესურსსაც, იმისათვის, რომ პარლამენტმა შეძლოს გაემიჯნოს პრეზიდენტის მიერ არჩეულ გზას, თორსა პრეზიდენტს პირდაპირ ძალიან დიდი სიჩქარით მიყავს ქვეყანა უსხულისაკენ, აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყანაში, ესე იგი, ქვეყნის მართვაზე და ამით სააკაშვილის რეჟიმის ესე იგი დასასრული დაიწყება. არის ამის რეალური განხორციელების საშუალება, არის განწყობებიც, მე მინდა გითხრათ, პარლამენტში უმრავლესობაში შესაბამისი. იცი რა არის? ეს განცხადება დღესაც გააკეთეთ ბატონო ჯონდი, თუმცა არ დაგიკონკრეტებიათ უმრავლესობის ამ წევრების ვინაობა. თუ კი არა კონკრეტებთ, იქნებ ის მაინც გითხრათ რა განწყობაა მაშინ უმრავლესობის წევრებს შორის იქნებ ეს მაინც გითხრათ. უმრავლესობის წევრები დააკონკრეტოს. მინდა გითხრათ, რომ განწყობა როგორია ის გითხარით ბატონო ჯონდი? პარლამენტში უმრავლესობის 60%-ზე მეტი არის უკმაყოფილო შექმნილი მდგომარეობით, არის უკმაყოფილო პრეზიდენტის მმართველობით. სწორედ ამიტომ პრეზიდენტმა შემოიტანა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ის საკუთარი პირდაპირ ასე წერია, ციტირება მინდა გავაკეთო, პირადი ინიციატივის საფუძველზე, ანუ დილით რომ გაიღვიძებს, როგორ ხასიათზე იქნება, იმის მიხედვით ცდილობს და ასე იგი მოიპოვოს პარლამენტის დათხოვის უფლება. ეს იმიტომ რომ არ ენდობა პარლამენტს, უნდა პარლამენტის მართვაზე ესე იგი კიდეს დამატებითი ბერკეტი მოიპოვოს და თავისთავად ცხადია რომ აი ამ იდეის ირგვლივ არის პერსპექტივა რომ მოხდეს დარაზმა საპარლამენტო ესე იგი ძალების გულახდილად მინდა გითხრათ რომ ნაკლები იმედი მაქვს უმცირესობის უფრო პერსპექტივას ხედავ უფრო ნოყიერ ნიადაგს ხედავ რომ ასე იგი ამ მიმართულებით მუშაობ უმრავლესობაში და საკონსტიტუციო უნდა ჩავარდეს ეს იქნება პირველი დიდი შეფასება თუმცა თქვენგან განსხვავებით თავად პრეზიდენტი
პარტიი და უმრავლესობის წევრები საკონსტიტუციო ცვლილებების ამ ინიციატივას პირიქით აფასებენ როგორც პარლამენტის უფლებამოსილების გაზრდასა და პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვას. ბატონო ჯონდი, შეიძლება ბევრი რამე შეაფასოთ. მე პირდაპირ ციტირებას ვახდენ. პრეზიდენტის საკუთარი ინიციატივით პარლამენტის დათხოვნის უფლება. ბატონო ჯონდი, ამ კონკრეტულ ინიციატივაზე საუბარი შორს წავიყვანს მე მინდა ერთი კითხვა დაგისვათ. სწორედ ამ ინიციატივით შეიძლება დასრულდეს პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობა პარლამენტზე. რომელი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივას გულისხმობთ? თუ ეს ჩავარდება, ეს მნიშვნელოვნად დაარტყამს პრეზიდენტის გავლენას პარლამენტზე და შესაბამისად სხვა მმართველობით ორგანოებზე. ამიტომ ეს პირველი დესტაბილიზაციის წყარო ტოტალიტარულ რეჟიმისა. მე მინდა გითხრათ, რომ მართლა ძალიან ბევრი წესიერი ადამიანი არის უმრავლესობაში, რომელსაც უბრალოდ პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას. ეს არის გაბედვა და გაბედაობა მინდა შეგახსენოთ ნამდვილად შეუძლება მთავარია ერთხელ გაბედო მე დარწმუნებული ვარ. ბატონო ჯონდი, კითხვა უნდა დავსვათ თუ შეიძლება. დღეს არასაპარლამენტო ოპოზიციამ თქვენი ორი რეალისტური მეთოდის ინიციატივის გაჟღერების შემდეგ თავად შემოგთავაზათ ინიციატივა, რომ თქვენი დაუმორჩილებლობა პირველ რიგში თქვენს მიერ საკანონმდებლო ორგანოს დატოვება იქნება. თქვენ ამ ორი რეალისტური ინიციატივის ავტორი, როგორც თქვენ თავად უწოდებთ, თქვენს მიერ გაჟღერებულ იდეას განიხილავთ თუ არა არასაპარლამენტო ოპოზიციის ამ შემოთავაზებას, როგორც მესამე რეალისტურ გზად? კონსერვატორებმა შემოგთავაზეს. მე არ მომისმენია ესეთი ესე იგი შემოთავაზებები. ჯერ ერთი მინდა გითხრათ, რომ ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ პარლამენტთან მმართველობა დავატოვებინოთ ნაციონალურ მოძრაობას და არა ოპოზიციის წარმომადგენლებს. მე ხლა ასეთ ესე იგი არასერიოზულ კამათში შესვლას არ ვაპირებ. კონსერვატორებს შეუძლიათ ბევრი შემოთავაზება გააკეთოს ბევრმა სხვა პარტიამ, მაგრამ მე ეს არ მიმაჩნია ხლა პრაქტიკული შემოთავაზება. მე ვიმეორებ, მიმაჩნია, რომ დაუმორჩილებლობა უნდა გამოცხადდეს. ჩვენ კი უნდა დავემორჩილოთ ნაციონალურ მოძრაობას და ნაციონალურ მოძრაობას და პრეზიდენტს. თქვენი იდეები არ იქნა გაზიარებული, ასეთ შემთხვევაში თქვენ იქნებით თუ არა 9 აპრილს დაგეგმილ აქციაზე? თქვენ ვერ გამიგეთ 9 აპრილს დაგეგმილი აქციას. მე მხარი დაუჭირე. აუცილებლად ვიქნები. ეხლა კიდე ერთხელ მინდა მოუწოდო ყველა ჩემს მომხრეს და პარტიის აქტივს, რომ მოვიდნენ, გამოცხადდნენ აქციაზე. ეს არის ის იქნება მშვიდობიანი აქცია, პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, მშვიდობიანი კონსტიტუციური აქცია. ჩვენ არა ვართ ორგანიზატორები, თუმცა მხარს უჭერთ ამ აქციას. ეს არის აქცია ერთდღიანი, ერთი დიდი გენერალური აქცია, მაგრამ რასაც უნდა მოყვეს, ერთი მეორეს ხელსაყრელში, რასაც უნდა მოყვეს, უკვე აი ამ პროტესტის ტალღის და დაუმორჩილებლობის განხორციელება რეგიონებში გადატანა. სხვაგვარად ჩვენ დავრჩებით ერთი დიდი ესე იგი აქციის შემყურე და სხვა არაფერი არ მოხდება. მინდა გითხრათ, რომ პოლიტიკა არ არის ნაზი სპორტი, ეს არის ძალისმიერი სპორტი, ეს არის ბრძოლა ძალაუფლებისთვის და ნაზი პეპლებისთვის, მეოცნებეებისთვის, მიუჰაუზენებისთვის. აქ ადგილი არ არის. აქ ადგილი არის ძლიერი გაბედული ადამიანებისთვის, რომლებიც რეალისტები არიან, ღრუბლებში არ დაფრინავენ და რომლებსაც შეუძლიათ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას და თუ ვინმეს ეს არ შეუძლია, ვიმეორებ, ნუ თვითონ წვალობს და ნუ სხვას აწვალებს. ძალიან დიდი მადლობა, გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. პირველი თემის შეკითხვას პირდაპირ ეთერში ჯონდი ბაღათურია პასუხობდა, ჩვენ კი განვუგრძობთ გადაცემას. ჩვენი სტუდიის სტუმარი გახლავთ დავით უსუფაშვილი, ახალი ალიანსის, სახელწოდებით ალიანსი საქართველოსათვის თანათავმჯდომარე. საღამოშიდოვის ბატონ დავით. მოგესალმებით ბატონათია. ბატონ დავით, ადგენი ვადა ხელისუფლებას რეფერენდუმის ჩასატარებლად. რამდენად რეალურად მიგაჩნიათ, რომ დასთანხმდეს ხელისუფლება თქვენს ულტიმატუმს, თუ ეს არის შეთავაზება იმისათვის, რომ ოპოზიციამ ხელისუფლებასთან კიდევ ერთხელ მოსინჯოს ყველა მეთოდი და საშუალება? პირველ რიგში მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენ სტუდიაში ახალი სტატუსით მოგიხსენიათ, მართლაც ალიანსი საქართველოსთვის შედგა რესპუბლიკელების ახალი მემარჯვენეების ირაკლი ალასანიას გუნდის მონაწილეობით დაფუძნდა ეს ალიანსი. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ძლიერი ალტერნატივა დღევანდელი ხელისუფლების, ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის გუნდი, რომელსაც შესწევს უნარი ძალიან სერიოზული სიტყვა თქვას არსებული რეჟიმის დემონტაჟში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა ახალი ეპოქის დასაწყებად, ახალი საქართველოს შესაქმნელად და ჩვენ გამოვხატეთ ეს ვსაყოფნა და დავიწყეთ კონკრეტული ქმედებები. რაც შეეხება ართიან ვადას, ჩვენ ვართ ჩვენს ქმედებებში თან მიმდევრულნი. ჩვენ რესპუბლიკელებმა ახლებმა ირაკლი ალასანიამ მხარი დაუჭირეთ იმ საერთო ოპოზიციურ მოთხოვნას პრეზიდენტის გადადგომის თაობაზე. მას შემდეგ გავიდა საკმარისი პერიოდი, რომ მიმართვის სუბიექტი გაიაზრებინა ეს საკითხი და ვხედავთ, რომ მან ვერ გაიაზრა ეს ამბავი და არ დაუჯერა პოლიტიკური ლიდერების ოპოზიციის ამ მიმართვას. ჩვენ შემდეგ ნაბიჯს დავაზობთ მას, თუ ჩვენი არ სჯერა კითხოს საკუთარ ხალხს და გაიზიაროს ხალხის გადაწყვეტილება. ამასთანავე ჩვენ არ ვაპირებთ ველოდოთ სააკაშვილის დაუსრულებლად, ჩვენ არ ვაპირებთ შევიდეთ
რეფერენდუმის ლაბირინთებში, იმ ვერსიაში, როდესაც ხელმოწერების შეგროვების გზით მას შეუძლია გადაგვიწიოს ეს თარიღი, კონსტიტუცია და კანონი მას ანიჭებს უფლებას ხვალვე დანიშნოს რეფერენდუმი და ორ თვეში ჩატარდეს ეს საერთო სახალხო გამოკითხვა. ანუ თქვენ ელით რეალურად რომ ამათი დღის ვადაში პრეზიდენტი გაგცემთ თქვენს ულტიმატუმზე პასუხს თუ ეს არის კიდევ ერთი მცდელობა ოპოზიციის მხრიდან მოსინჯოს ყველა საშუალება რომ ხელისუფლება დაითანხმოს ამ გადაწყვეტილებაზე. ჩვენ ვართ თანმიმდევრული ჩვენს პოლიტიკაში, ჩვენ ვართ პრინციპული, ჩვენ თვლით რომ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნა ეს არის მოვალი ახალი უბედურებების სათავე. ჩვენ სააკაშვილთან ანგარიშსწორებას კი არ ვაპირებთ და ამიტომ კი არ ვითხოვთ მის გადადგომას. ჩვენ ვამბობთ რომ სააკაშვილს და მის გუნდს ამ ქვეყნის სწორად მართვის უნარი აღარ აქვთ და ამიტომ ისინი უნდა წავიდნენ. ამავე დროს ჩვენ ვართ თანმიმდევრული და ხელისუფლებას ვთავაზობთ ყველა შესაძლო ნაბიჯს და კონსტიტუციურ გამოსავალს. რეფერენდუმი ეს არის ერთ-ერთი კონსტიტუციური გამოსავალი და კიდევ მეორე ჩვენ მას მივეცით საკმარისი დრო საფიქრალად 10 დღე, მაგრამ ჩვენ მას არ ვუტოვებთ ამ თემით манипулირების საშუალებას განუსაზღვრელი ვადით და 10 დღის ამოწურვის შემდეგ ჩვენ გადავდივართ ახალ სტრატეგიაზე, რომელსაც ამ ვადის ამოწურვის შემდეგ ვამცნობთ. როგორი იქნება ეს სტრატეგია? სტრატეგიის დეტალებს მოგახსენებთ 10 დღის ამოწურვის შემდეგ, მაგრამ ბატონმა ირაკლი ალასანიამ ძირითადი პრინციპი უკვე გაახმოვანა. ეს სტრატეგია მდგომარეობს უკვე ჩვენივე ძალებით სახალხო პლებისციტის ჩატარებაში. სახალხო პლებისციტი ეს გულისხმობს ხელმოწერების შეგროვებას, აქციებს, დემონსტრაციებს, თავშეყრას, მიმართვას მოსახლეობასთან და ხალხის ხმის მიტანას სააკაშვილამდე. ეს იქნება ერთი მხრივ ხელმოწერების დადებით მის სამუშაო მაგიდაზე, ეს იქნება კონკრეტული შეკრებებით, ადამიანების დემონსტრაციებით, манифестაციებით, ეს უკვე ტექნიკის საქმეა. იმ შემთხვევაში თუ დღის წესრიგში დადგა აქციების გამართვის საკითხი, ასეთ შემთხვევაში თქვენი ალიანსი იქნება თუ არა ერთად იმ ოპოზიციურ ძალებთან, რომლის წარმომადგენლები ჩვენს ეთერში საუბრობენ და რომლებმაც ხელისუფლებას 9 აპრილამდე მისცეს ვადა. ჩვენ თვლით, რომ ალიანსს ამ კონკრეტულ მიზნის მიღწევაში შეუძლია ძალიან სერიოზული სიტყვის თქმა, მე ვიტყოდი გადამწყვეტი სიტყვის თქმა, მაგრამ ამასთანავე ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს იმ დონის საკითხია, რომელშიც ქართულ ხალხთან ერთად ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის რაც შეიძლება ფართო წარმომადგენლობამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, ამიტომ ჩვენ მივესალმებით ყველა იმ ინიციატივას, ყველა იმ ნაბიჯს ოპოზიციის, რომელიც მიმართულია კონსტიტუციური მშვიდობიანი გზით ხელისუფლების შეცვლისაკენ. მაგრამ ოპოზიციის ნაწილი არ მიესალმება თქვენს ინიციატივას, მოყვა მათი მხრიდან კრიტიკა თქვენს მიერ წამოყენებულ იდეას ჩატარდეს რეფერენდუმი და ითქვა ისიც, რომ ეს არის ერთგვარი გახანგრძლივება მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში. ემოციებს აყვება ხოლმე ასეთ დროს და როგორც პრაქტიკა აჩვენებს, საერთო საქმის და საკუთარი თავის საზიანო ქმედებებს თუ განცხადებებს იწყებს, მე ყველას ვთხოვ, რომ ისევ საერთო საქმის ინტერესებიდან გამომდინარე ჯერ კარგად დავფიქრდეთ, რასაც ვამბობ და მერე ვთქვათ. და ნებით უნებლიეთ მტრის ქვილზე წყალი არ დავასხათ. ისე როგორც ზოგიერთ პოლიტიკოს გამოუვიდა შარშან გაზაფხულზე, რომ ყოველ ცისმარე დღეს სამჯერ 4ჯერ მიმართავდა ხალხს, რომ ერთიანობა დაირღვა და ვაიმე და ცუდადაა საქმე ან აუცილებლად გაგვიყალბებს ვიღაცა არჩევნებს, ამით ხდება ერთადერთი რამ მოსახლეობაში ხელისუფლება ახერხებს ნიჰილიზმის და უიმედობის დანერგვას. ამიტომ მე კიდევ ერთხელ დღეს არ ვაპირებ არავისთან შეპასუხებას და გაპასუხებას, მიუხედავად იმისა, რომ თვლი რომ ბევრს გაექცა სიტყვა შესაძლოა ემოციურ ფონზე, ეს მათი საქმეა, მე დარწმუნებული ვარ, კარგად გაიაზრებს ყველა და დაინახავს, რომ ჩვენ რა გზასაც ვთავაზობთ ალიანსი, ეს არის სწორედ იმ საერთო მიზნისკენ მიმართული გზა, თუ ამას ვერ დაინახავს ვინმე, მაშინ იძულებული ვიქნებით გავცეთ პასუხი მათ წინადადებაზეც, კითხვაზეც. ბატონ დავით, რატომაც და ერთმანეთს ოპოზიციური ძალების სამოქმედო გეგმა და ტაქტიკა? ჩვენ გადაცემის დასაწყისშიც ვახსენეთ, იგივე ზვიად ძიძიგურთან საუბრისას გავიხსენეთ იანვარში ხელმოწერილი სამპუნქტიანი დეკლარაცია, მაშინ თქვენც იყავით ხელმომწერებს შორის, თუმცა დღეს თქვენ სხვა გზას ირჩევთ, დანარჩენი ოპოზიციური ძალები ირჩევენ სხვა გზას. ეს არასწორია, რომ ჩვენ სხვადასხვა გზას ვირჩევთ. გზა ერთია, იმიტომ რომ დანიშნულების ადგილი ერთია. ამ დანიშნულების ადგილზე მისასვლელად ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა და ჩვენ უნდა მოვახერხოთ ყველაფერი, რაც ჩვენ გაგვაჩნია და რისი გაკეთებაც შეგვიძლია და კარგად და უკეთ შეგვიძლია, გავაკეთოთ ის და მივყვეთ იმ გზას. ჩვენ დღევანდელი უბედურების სათავედ მიგვაჩნია ის, რომ ხელისუფლებაში თავმოყრილია ხალხი, რომელიც დაახლოებით ასე აზროვნებს. ოღონდ სააკაშვილი და ჩვენ ვისხდეთ ამ სავარძლებზე და თუნდაც ქვაქვაზე ნუ დარჩენილა საქართველოში. ჩვენ ამის sapasუხოდ არ ვიქნებით მომხრე გავერთიანდეთ ასეთი ლოზუნგის გარშემო.
ოღონდ სააკაშვილი არ ნუიჯდება იქ და ქვაქვაზე ნუ დარჩენილა საქართველოში. იმიტომ რომ ქვეყანას ემუქრება საფრთხე სააკაშვილის სახით, ისაა ნომერი პირველი საფრთხე, მაგრამ ის არ არის ერთადერთი საფრთხე ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის. ამიტომ ჩვენ შევქმნით ალიანსი, სწორედ იმ პასუხისმგებლობით და იმ გეგმით, რომ ჩვენ ორივე, სამივე საქმე ერთდროულად და კარგად უნდა გავაკეთოთ, უნდა მივახციოთ სააკაშვილის გადადგომას და ხალხის ხმა და ხალხის მოთხოვნა უნდა იყოს აქ თავარი და არა ჩემი პირადი მოსაზრებები. მეორე, ჩვენ უნდა შევძლოთ ორგანიზებული სამართლიანი თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ჩვენ ალიანსი ვაცხადებთ პრეტენზიას, ამბიციას ღიად, ყოველგვარი მოკიბის გარეშე, ყოველგვარი კულუარული თამაშების გარეშე, რომ ჩვენ ვაცხადებთ პრეტენზიას იმაზე, რომ მართოთ ეს ქვეყანა და უკეთესი გზით წავიყვანოთ. დავიწყოთ ახალი ეპოქა ამ ქვეყანაში. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საკითხში, თქვათ, განსხვავებებს, მე ისეთი აზრებიც კი მოვისმინე, რომ თურმე გაერთიანებები არ ყოფილა კარგი. და ნუ რაღაც ამ ტიპის წკენებიცაა ჩვენს მიმართ. ცოტა გაუგებარია ასეთი ამბები, კიდევ ვიმეორებ დღეს არ ვაპირებ არანაირ დისკუსიაში შესვლას, მაგრამ გონია რომ სწორედ სერიოზული და ძლიერი გუნდების გაერთიანებაა წინაპირობა იმისა, რომ ქვეყანა უკეთესი გზით წავიდეს და არა უარესი გზით და არა ის ტაქტიკა, როდესაც ჯერ უნდა დავთითოკაცდეთ და მე დათითოკაცებულნი ერთად შევიკრიბოთ და ესაა ვითომ ერთობა. ამიტომ ჩვენ ძალიან სერიოზულ საკითხს ვაყენებთ. იმისათვის რომ ქვეყანა უკეთესი იყოს, საჭიროა რომ პოლიტიკურმა ძალებმა დღესვე საზოგადოებას იმასთან ერთად რომ ვეუბნებით სააკაშვილი უნდა წავიდეს, უთხრათ ვინ უნდა მოვიდეს და რითი, რა პროგრამით და როგორ გადაწყდება ყველა ის კონკრეტული საკითხი, რაც დღეს ჩვენს მოხდა. ბატონ დავით, კიდევ ერთი კითხვა რეფერენდუმთან დაკავშირებით. იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც არიზიარებენ რეფერენდუმის ჩატარების იდეას, აქვთ თავიანთი მოსაზრება, რომ ამ ხელისუფლების პირობებში მოსალოდნელია რეფერენდუმის შედეგების გაყალბებაც. თქვენ, რომლებიც ითხოვთ, თქვენი ალიანსის წევრები, რომლებიც ითხოვთ რეფერენდუმის ჩატარებას, რა მექანიზმს ხედავთ საიმისოთ, რომ რეფერენდუმის შედეგები არ დადგეს ეჭქვეში? უმთავრესი წინაპირობა ჩვენი ანალიზის და დასკვნის, რომ საქართველოში ჩატარებულ ამ რეფერენდუმს ოპოზიცია მოიგებს და მოიგებს პირწმინდად, ამ დასკვნის საშუალებას გვაძლევს ის რეალობა, რაშიცაა დღეს საქართველო. დღეს საქართველო ის საქართველო აღარ არის, რომელიც იყო თუნდაც 1 წლის წინ, იმიტომ რომ მოხდა აგვისტოს მოვლენებმა სააკაშვილის ხელისუფლებას გამოუტანა განაჩენი. ეს უკვე დამთავრებულია. სააკაშვილის წასვლა გარდაუვალია და მას ვერანაირი მანქანები, ვერანაირი გაყალბების სისტემები ამისგან ვერ გადაარჩენს. ამასთანავე, თუ ვინმე თulis რომ გაერთიანებული ძალებით ჩვენ რეფერენდუმის მოგება არ შეგვიძლია. ანუ იმ ჩვენ 100,000-ობით მხარდამჭერს, რომელსაც ან ხელს მოვაწერინებთ რამეზე, ან შეკრებებზე მოვლენ, ან რუსთაველზე მოვლენ, ჩვენ ყველას კოლექტიურად არ შეგვიძლია დღეს ქვეყნის ბედის თაობაზე ამ პასუხისმგებლობის აღება და ჩვენი უფლებების დაცვა და ამისი უნარონი ვართ, მაშინ მე სხვა კითხვა მებადება. მაშინ რითი ვაპირებთ გამკლავებას იმავე სააკაშვილთან, იმავე ვანო მერაბიშვილთან და ასე შემდეგ. ანუ საარჩევნო ბრძოლაში მოგების თავი თუ არ გვაქვს, მაშინ რა ბრძოლით შეგვიძლია მოუგოთ? ანუ ტანკებს რითი უნდა დაუპირისპირდეთ, თუ კი ხალხთან ურთიერთობაში ამისი რწმენა არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს რწმენა, ალიანს დამოუკიდებლად შეუძლია ამ საქმის წარმატებით მოგვარება, მაგრამ მე არ მინდა რომ ამ საქმეში ვინმე იყოს განზე. მე მგონია რომ რეფერენდუმს არჩევნებს ნებისმიერ ბრძოლაში ჩვენ სააკაშვილს მოუგებთ, იმიტომ რომ სააკაშვილმა დაკარგა ხალხის მხარდაჭერა, ეს მისივე გამოკვლევებით დასტურდება, სექტემბერთან შედარებით დღეს თებერვალში მისი და მისი პარტიის რეიტინგი 3-ჯერ ნაკლებია, სააკაშვილის საქმე დამთავრებულია. ამიტომ ჩვენ არ გვეშინია არც არჩევნების, არც რეფერენდუმის, არც ქუჩის აქციების. ჩვენ უნდა მოვიფიქროთ სწორი სტრატეგია ამ მიზნის მშვიდობიანი. კიდევ ერთი საინტერესო საკითხი მართლობის მოდელზე. ქვეყნის მოწყობის მოდელზე თქვენს ალიანსში გაწევრიანებულ ძალებს აქამდეც ჰქონდათ განსხვავებული მოსაზრებები. თქვენ რესპუბლიკელები იყავით განსხვავებულ პოზიციებზე, ახალი მემარჯვენეები აქამდე იყვნენ მონარქიის მომხრენი და ირაკლი ალასანია უკვე ახლად შექმნილმა ალიანსმა არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში დაასახელეთ პრეზიდენტობის კანდიდატად. როგორ მოახერხეთ პოზიციების დაახლოება? ან როგორ არის ამ ეტაპზე ეს პოზიციები შეჭერებული? მეორედ მიწევს თქვენს ეთერში გურჩანს ვიღაცა თulis რომ ეს რაღაცა სერიოზულად ჩამჭრელი კითხვა. ნამდვილად იყო ეს კითხვა. არ დამისვამს. მე გაგზარდებით ისევ გაგცემთ პასუხს, უბრალოდ გაოცებული ვარ ამაზე უფრო სერიოზულ კითხვას აფიქრობს ვინმე ამ ალიანსთან დაკავშირებით. გაგცემთ პასუხს. პირველი იმისათვის რომ საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადავიდეთ ჩვენ მართლობის მოდელზე, საჭიროა ხელისუფლებაში მოვიდნენ ძალები, პირველ რიგში პარლამენტში, რომლებიც კონსტიტუციას ამ მიმართულებით შეცვლიან. ახლა მე რამდენი უსტარიც არ უნდა გაუგზავნო დღევანდელ პარლამენტს, მე ბატონ ჯონდის იმედზე ვერ ვიქნები იქ, რომ ის რადგან ხელს აუწევს, ამიტომ კონსტიტუცია შეიცვლება. ასე რომ საჭიროა თანმიმდევრობა ასეთია. კონსტიტუციური გზით ხელისუფლების შეცვლა
და შემდგომი ნაბიჯების გადადგმა გულისხმობს იმას, რომ დღეს რა წესი და მოდელიცაა დადგენილი, ამ წესით და მოდელით მოვდივართ ხელისუფლებაში და ვახორციელებთ კონსტიტუციურ რეფორმას რესპუბლიკელების მოსაზრებით საპარლამენტო რესპუბლიკისკენ ნაბიჯების გადადგმით. ამასთანავე, თუ საპრეზიდენტო არჩევნებს ვითხოვთ და საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების იმედი არ გვაქვს, მაშინ როგორ უნდა მივახციოთ ჩვენ სამუკვარ მიზანს საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლას. შესაბამისად, ესაა მოცემულობა, ეს იყო მოცემულობა შარშანაც, როდესაც გაერთიანებული ოპოზიციის ფარგლებში ჩვენ სწორედ საპრეზიდენტო არჩევნებში ვიბრძოდით ერთად და ეს მოცემულობაა დღესაც. ამიტომ ამ კითხვაზე ამ კითხვის ასე ვთქვათ ინტონაცია რომ ამაზე როგორ შეთანხმდით ეს ყველაზე მარტივი ამბავია. თქვენ შეგიძლიათ ძალიან ბევრი რამ სხვა ძალიან კარგად მახსოვს მე ამ გადაცემაში თქვენთვის არ დამისვამ შესაძლოა ჩვენ სახზე მოგიწიათ სხვა თოქ-შოუში ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. დიდი მადლობა. ამ თემაზე პასუხი ჩვენი მხრიდან ყველაზე მარტივია, ჩვენ მზად ვართ რეალური და სერიოზული რთული კითხვებისთვის და ყველაფერზე გაგცემთ. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენი სტუდიის სტუმარი გახდათ დავით უსუფაშვილი. ჩვენ კი განვაგრძობთ გადაცემას. ხოლო 25 თებერვალი 1921 წლის ამ დღეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობა ქვეყნის გასაბჭოებით დასრულდა და თბილისის თავზე წითელი დროშა აღიმართა. ზუსტად 88 წლის შემდეგ, მაშინ როცა ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია და მეზობელ სახელმწიფოსთან ომის საფრთხე ისევ არსებობს, თბილისის ქუჩებში პროტესტის ახალ ფორმას მიმართავენ. დედაქალაქის საკრებულოს ინიციატივაზე რამდენიმე წუთში პირველი თემის სტუდიაში ზაალ სამადაშვილი ისაუბრებს, დაგველოდეთ. პირველი თემა კვლავ პირდაპირ ეთერშია, ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი. საღამომშვიდობის ბატონ ზაალ. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. მოდით ვისაუბროთ ჯერჯერობით იმ დეტალებზე, თუ როგორი იქნება ხვალინდელი აქცია თბილისის საკრებულოს ინიციატივით. დიდი მადლობა ნათია თქვენს გადაცემაში მოწვევისთვის. უნდა მოგახსენოთ, რომ თქვენი გადაცემის აქტიური მაყურებელი ვარ. მოგახსენებთ დღეს საკრებულოს სახელით მივმართეთ თბილისელებს და არა მხოლოდ თბილისელებს, რომ ხვალ 25 თებერვალს დღის 11 საათზე ვინც საჭესთან იჯდება მანქანაში იქნება და ვინც სამსახურშია, ანუ დაწესებულებაშია, მანქანების სიგნალებით და წუთიერი დუმილით გავიხსენოთ ეს საბედისწერო თარიღი მე-20 საუკუნის საქართველოს ისტორიაში ალბათ ყველაზე ტრაგიკული დღე. პატივი მივაგოთ დაუბრუნებულ გმირებს, რომლებიც 21 წელს თბილისის შემოგარენში დაეცნენ და იმ გმირებს, რომლებსაც მოუხდათ რუს ოკუპანტებთან შებრძოლება. და გამოვხატოთ ამ ფორმით ჩვენი შეურიგებლობა ოკუპაციისა და ოკუპანტების მიმართ. ხვალ 3 საათზე დეპუტატები შეიკრიბებიან, ეს არ არის ჩვეულებრივი სხდომა საკრებულოსი, სადაც ესეთი საკითხები იხილება ხოლმე დედაქალაქისთვის საჭირო და პრობლემური და სასარგებლო საკითხები, ეს იქნება კვლავ 25 თებერვალთან დაკავშირებით და ჩვენ ვამცნობთ ხვალ საზოგადოებას გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში დაცემული ქართველი გმირების სახელები, ოფიცრებისა და ჯარისკაცებისა, იმ ადამიანების, იმ თბილისელებისა, რომლებსაც მიანიჭათ სახელმწიფოს უმაღლესი ჯილდოები, რომ მათი სახელი იქნება უკდაყოფილი და რომ მათი სახელები მიანიჭება ქუჩებს, ჩვენს დედაქალაქებში, ჩვენს დედაქალაქში და სხვაში. ნაბიჯს მიმართავს მხოლოდ თბილისის საკრებულო თუ ვიცით რომ აგრესიის შედეგად დაღუპულები მხოლოდ თბილისში არ ცხოვრობენ, ცხოვრობენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. სხვადასხვა ქალაქებში და მე მაქვს ინფორმაცია ამის შესახებ და ვიცი რომ იქაც აი ამ ადამიანების უკდაყოფისთვის ზრუნავენ. ბატონ ზაალ, რამდენი ქუჩისთვის იგეგმება ამ ეტაპზე სახელის შეცვლა და მოსალოდნელია თუ რა მსგავსი პოლიტიკის გაგრძელებაც მომავალში? იცით, ჩვენ შერჩეული გვაქვს დაახლოებით 14-15 ქუჩა. ეს არის ზოგი არის ისეთი ქუჩა, რომლის სახელიც არაფრის თქმელია. მაგალითად მიტინგის ქუჩა. მიტინგი მხოლოდ საბჭოური წარსულის გადმოსვლა არ შეიძლება იყოს, იმიტომ რომ გასაჯეთ, იმიტომ რომ ბოლო წლების საქართველოში არა, იცით, აი მიტინგი თვითონ მიტინგის ქუჩა. მაგალითად მე ძალიან მომწონს ფეიქრის ქუჩა, ექიმის შესახვევი, კალატოზის ქუჩა, ეს რაღაცას ამბობს. ეთყობა კალატოზები ცხოვრობდნენ, ექიმები ცხოვრობდნენ, მაგრამ ახლა მიტინგის ქუჩა და მომიტინგები ცხოვრობდნენ. აი რაღაც ასეთი. მე პირველ ეს გამახსენთ. არის კიდევ რამდენიმე ესეთი არაფრის თქმელი სახელი. და არის ქუჩები, რომლებსაც ქვიათ იმ ადამიანების სახელი, რომლებსაც ჩვენი ქვეყნისთვის და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის ზიანისა და უბედურების მეტი არაფერი არ მოუტანიათ.
ბატონ ზალ, სანამ კიდევ ვისაუბრებთ ამ საკითხზე, მე მინდა ერთ რამაზე გთხოვოთ კომენტარი, როდესაც გახდა ცნობილი საკრებულოს ამ ინიციატივის შესახებ და იმ აქციის შესახებ, თუ რაც არის დაგეგმილი ხვალ, ოპოზიციის მხრიდანაც გაკეთდა შეფასებები, მე დღეს ვისმენდი ტელეეთერითაც, ისინი ამბობენ, რომ 92 წლისთავის ასე აღნიშნა, ეს არის ხელისუფლების კიდევ პიარზე გათვლილი კიდევ ერთი ნაბიჯი. 25 თებერვალი მე პირადად რას თავი მახსოვს და იმ ადამიანებს ვის გარემოცვაშიც და ვის გარემოშიც ვისდებოდა და ალუდებოდა ყოველთვის გვახსოვდა. ეს იქნებოდა თქვათ 25 თებერვალი თუ თქვათ 92 ამას მნიშვნელობა არ ქონდა. ეს არ არის 25 თებერვლის 92 წლისთავი. უბრალოდ მე დღეს თქვი რომ 88 წლის წინ 25 თებერვალს თბილისში შემოვიდა მე-11 არმია და დედაქალაქის თავზე აღიმართა დამპყრობლების რუსი ბოლშევიკების წითელი დროშა. ეს იყო და ეს აქ არ არის ეს. ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში ჩვენ 88 წლისთავი როგორც საიუბილეო ასე არ უნდა გავიქოთ. ბატონ ზალ, კიდევ ერთი საკითხი, როდესაც ომის შემდეგ კვლავ დადგა აქტიურად დღის წესრიგში ამ საკითხის დადგომა ცოტა ცუდი შეფასება შეიძლება იყოს. ომის შემდეგ, როდესაც ქვეყნის უკვე დაკარგულ ტერიტორიებს დაემატა კიდევ რამდენიმე ოკუპირებული რეგიონი, პოლიტიკოსების ნაწილმა გამოთქვა ასეთი მოსაზრება, რომ სტალინის ძეგლი უნდა იდგეს არა გორის ცენტრში, არამედ სტალინის მუზეუმში, რომ თბილისში პუშკინის სკვერს უნდა შეეცვალოს სახელი. საინტერესოა, ამ იდეის გახმოვანებას მოყვა შემდეგ საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია. რას ფიქრობს ამაზე საკრებულოს თავმჯდომარე? მე ამის შესახებ რაც შეეხება პუშკინის სკვერში მდგარ პუშკინის ბიუსტს, ამასთან დაკავშირებით მე გამოვთქვი ჩემი მოსაზრება, ჩემი მოგზაურებული მოსაზრება და ვთქვი, რომ ჩვენ დედაქალაქში გვაქვს უამრავი პრობლემა და გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები გადასაჭრელი, ვიდრე ის, თქვათ, აი ამ სკვერს სახელი უნდა შეეცვალოს, თუ არ უნდა შეეცვალოს და ვთქვი, რომ ალბათ არ უნდა შეეცვალოს. ეს იმიტომ რომ დედაქალაქში სხვა პრობლემები დგას თუ ჩვენ არ უპირისპირდებით რუსულ კულტურას. მეორე მომენტიც არის, იმიტომ რომ მე ჩემი მეგობრის ნუგზარ ციკლაურის რომელმაც ეს მოსაზრება გამოთქვა, მთლად არ ვეთანხმები ამ მოსაზრებაში და მე ეს ვთქვი. ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ თანამოაზრეები ვართ, თანამებრძოლები ვართ, მეგობრები ვართ, ეს იმას არნიშნავს, რომ ნებისმიერ მოვლენაზე გვაქვს ერთნაირი მოსაზრება, ჩვენ ვკამათობთ ხოლმე ხშირად და აი თუნდაც ის თქვენი შეკითხვის ჩემი პასუხი სწორედ ამ კამათის და არცთა სხვადასხვაობის მაგალითია. მე თუმცა მაგალითად მომხრევარი იმისა, რომ ბოლშევიკების სახელები, მარქსისტული იდეოლოგიის ფუძემდებლების სახელები ნამდვილად არ უნდა. რაც ეხება სტალინის ძეგლს, ბატონ ზალ, თქვენ მართალია ბრძანებით დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე? მაშინ ვიყოთ ბოლომდე გულწრფელები და მეც მიმაჩნია, რომ სტალინის ძეგლის ადგილი არის მისი სახლ-მუზეუმის ეზოში. კიდევ ერთი შეკითხვა, გარდა საკრებულოს ინიციატივისა, ხვალ იგეგმება კიდევ ერთი აქცია ინტერნეტ ჯგუფ რეაქციას ინიციატივით, მათ აქვთ თხოვნა ტელე და რადიოების მესვეურთა მიმართ, რომ ეთერში ხვალ არ გავიდეს არც რუსული ფილმები და არც რუსული სიმღერები. როგორ შეაფასებით თქვენ ამ ინიციატივას, რამდენად სწორად იქნება ეს გაგებული საზოგადოების მხრიდან და რამდენად სწორად იქნება აღქმული არა როგორც პროტესტი რუსული კულტურის, არამედ როგორც პროტესტი ოკუპაციის წინააღმდეგ? ის მუსიკალური ძნელია, თუმცა ასე ვთქვათ, ამ ოპუსებს, მუსიკალურ ოპუსებს მუსიკალური ნაწარმოები უწოდო. აქ არის საუბარი დარე ხარისხის რუსულ ესტრადაზე. აქ არავის არ უთქვავს, რომ თქვათ მსტისტალ როსტროპოვიჩის თქვათ შესრულებული კომპოზიციები არ გავიდეს ან და თქვათ რომელიმე ცნობილი რუსი შემსრულებლისა. ან თქვათ რომელიღაც ჩამოთვალ თქვათ როცა რიხტერი უკრავს. ამაზე არ არის აქ. აქ არის საუბარი აი დარე ხარისხის ეს რუსული ესტრადა მაგრამ დარე ხარისხის პროდუქციის ეთერში არ გაშვება შესაძლოა იყოს საზოგადოების მხრიდან თხოვნა ნებისმიერ დროს და არა ოკუპაციის წლისთან დაკავშირებით. ეს არის ამ შემთხვევაში ჩემი მოსაზრება როგორც სმენელის. მე მიჩვენია რომ ჩვენს ეთერში გადიოდეს უფრო კარგი ხარი. მით უმეტეს რომ გვაქვს ამის საშუალება. ეხლა არ არის ის ალბედითი საბჭოთა ეპოქა, როცა მე სკოლის მოსწავლე ან და სტუდენტი რადიო მიმღებში ვიჭერდი და უსმენდი Led Zeppelin-ს ან Black Sabbath.
ხო, როცა არის ამის შესაძლებლობა, ჯობია იმას მოусმინო ჯიმი პეიჯს და რობერტ პლანტს, ვიდრე დაუშვათ რომელიმე რუსული ესტრადის რომელიმე წარმომადგენელს, ну გამოგიტყვეთ, რომ მათი სახელები არ ვიცი. თუმცა ხშირად ჩამესმის ეს. უში ბაზრობებზე, სამარშრუტო ტაქსებში, სხვაგან და სხვაგან და ასევე იმაში, როცა მანქანაში ვზივარ ხოლმე, თქვა ტაქსში, აი მაშინ ეს და თანკი და ეს არის ეს ერთი. რაც შეეხება ხარისხს, მხატვრულ ღირებულებას. ესეც შეფასება არის ამ პროდუქციისა. რაც შეეხება იმას, რომ ერთი დღის განმავლობაში არ გავიდეს ეს უმდარესი ხარისხის, ესეც არის პროტესტის ერთ-ერთი ფორმა. ბატონ ზალდა, ბოლო შეკითხვა მინდა დაგისვათ, როდესაც ქვეყნის რეგიონების ნაწილი არის ოკუპირებული, როდესაც ისევ ისმის საუბარი იმაზე, რომ ომი არ დასრულებულა და მოსალოდნელია ხელახალი საფრთხე აგრესიის განახლებისა და არავინ იცის ასეთ შემთხვევაში რას მოგვიტანს ეს აგრესია. იმედია ხვალ საზოგადოება თქვენი ინიციატივის პასუხად იქნება აქტიური, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ აგრესიის განმეორების შესაძლებლობაზე და არსებულ საფრთხეებზე, როგორი შეიძლება იყოს საზოგადოების აქტიურობა ამ მხრივ? ანუ რამდენად აქტიური შეიძლება იყოს ოკუპირების ხელახალი საფრთხის წინაშე ხალხი? იცით რა, ფრანგებს აქვთ ასეთი არაჩვეულებრივი გამონათქვამი, რომელიც შეიძლება ასე ფრანგულად ასე ჟღერს, ლაგერ, კომა ლაგერ, ეს არის ომის შესაფერისად, ეს ჩემი თარგმანია. ისე ჩვენ ომი არ დამთავრებულა, გეთანხმებით. ბრძოლა გრძელდება და ომში ადამიანები, პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები არიან ინარჩუნებენ ხნეობას, ცდილობენ რომ იყვნენ მტკიცენი და ცდილობენ რომ მათი სიმტკიცე, მათი მხნეობა იყოს გადამდები და ეს გადამდები, სიმტკიცე და მხნეობა განაპირობებს საზოგადოების დიდი ნაწილის ერთიანობას. იმიტომ რომ როცა ომობ, უნდა იყო მტკიცე, მხნე და ერთიანი. ასე რომ მე მაგაში დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ამაში არაერთხელ დავწმუნდი, დაწყებული აგვისტოს დღეებიდან, შემდეგ 1 სექტემბერს, როცა მთელი საქართველო, ლამის მთელი საქართველო ქუჩაში იყო გამოსული, ეს იყო სამოქალაქო სოლიდარობის და სამოქალაქო აქტივობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნიმუში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ხვალაც ქართული საზოგადოება აჩვენებს აი ამ სოლიდარობისა და მხნეობის კიდევ ერთ მაგალითს, რაც მაძლევს მე იმედს, რომ ნებისმიერ ხიფათს ჩვენ მტკიცედ დავუხდებით და ნებისმიერ გამოწვევას ვუპასუხებთ. ანუ ხვალ 11 საათზე. ხვალ 11 საათზე. ძალიან დიდი მადლობა, გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენი სტუდიის სტუმარი გახდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამედაშვილი. ჩვენი გადაცემა დღეს ამით დასრულებულია. მე ხუჩაბათამდე გემშვიდობებით. მადლობთ ყურადღებისათვის, მომავალ შეხვედრამდე.